გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. 2 დღე არ ვიყავი, ჩემი უახლოესი ბავშვობის ძმაკაცის დაბადების დღე იყო. კიდევ ერთხელ ულოცავ აქედან, გილოცავ ჯაბსონ და რა თქმა უნდა, დავლიეთ, მოვილხინეთ, გავერთეთ მეორე დღეს. ახმელია, როგორც ხდება და დღეს თქვენთან ვარ და დღეს მინდა ვისაუბრო კიდევ ერთხელ იმაზე, როგორ ეღადავებიან თავიანთ მხარდამჭერებს და მსმენელებს ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი ეს ტიპები, რომლებიც ზიან კამერების წინ და 1000 სისულელეს იძახიან. ბოლო ასეთი სისულელე, რომელიც სისულელეც ტოლფასი იყო თავისი მსმენელისთვის სულში ჩაფურთხების, იყო ის სიუჟეტი, როცა ნოდარ მელაძე თავის მსმენელს უმტკიცებდა წარმოუდგენელ სისულელეს, რომ თურმე რუსეთიდან დევნილი ვიღაცა დები გურიაში, შუხუთში აშენებენ კოსმოდრომს. ეს რომ მელაძე ვილაპარაკა თავის მსმენელს, ჩააფურთხა სულში, ამით იმხელა შეურაცხყოფა მიაყენა, ისეთი სისულელე ელაპარაკა მტკიცებით ფორმაში. და მეორე იგივე ფაქტი მეორეჯერ სულში როგორ აფურთხებენ თავიანთ მსმენელს და როგორი ესე იგი უჭკუ ადამიანები გონიათ ის ხალხი, ვინც აი ამას უსმენენ, აი პატარა სანიკიძეს სამი თაობით პროჭების წარმომადგენელს, ყველაზე უფრო უმცროს პროჭ ლევან სანიკიძეს სტუმრად ყავს ვიღაცა თავისნაირი პროჭი რაღაცა გადაცემაში და ერთად ნახოთ რაც საუბრობთ. ძალიან პატარა ვიდეოა და მერე გავაგრძელებთ. თუ გავიხსენეთ მოვლენებს, როცა ბიძინა ჯესანა პოლიტიკაში მოვიდოდა და ეგრეთ წოდებული მეცნიერება დაიწყო, პირველი რაც ჭორვილაში გააკეთა, აბსოლუტურად ყველას გამოუცვალა სახლის სახურავი. და ვიღაცას აი ერთ ოჯახში რომ მივიდნენ ეს ბიძინას ტიპები, ასე ვთქვა და ეუნებოდნენ სახლის სახურავი, უნდა გამოგიცვალო. ახალ გაკეთებული მაქვს ეს სახლის სახურავი. აი მოდი სხვა რაღაცა გამომიცვალო. ხო ჩემთვის აკეთებ და სხვა არაო კატეგორიულად სახლის სახურავი და საბოლოო ჯამში რა აღმოჩნდა, იცი? ბიძინას ეშინოდა ძველი წარმოების შიფერის, რომელიც არის ასბესტის შემცველი და ჯანმრთელობისთვის საზიანო. და სწორედ მაგიტომ მოხდა ჭორვილაში იმის სახელით, რომ ვითომ ხალხს ეხმარებოდა სახლის სახურავები ერთ ფერში უნდა დასვა. არა, სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მას ხომ ეს რაღაცა შიშები, ეს მოლოდინები, სწორედ იმიტომ შეაძლოა, რომ აი ბოსელსაც კი ეს სახურავი აღარ ნებისმიერი. მოკლედ ეს ორი ვიღაცა ფარჩაკი ტიპი ზიან და თავიანთ ფარჩაკ მსმენელებს ავარ აქვია ეხა ამას რომ ზის ტიპი და უსმენს და ვა და ხედავ შენ თურმე ასბესტის შინებია რო იძახის ფარჩაკია ავარ არის ბიჭო. დავიწყოთ იქიდან რომ ივანიშვილი ჭორვილაში არ რჩება რომ დარჩეს და დღეები და ღამეები იქ იყოს. რამდენი 10 წლეულია ივანიშვილი აი მასე დასარჩენად ჭორვილაში არ ჩასულა ხუიოზნაით. მერე კიდე რა ასბესტი, რის შიფერი ბიჭო, სუგაგიჟდით და გასულებით თქვენ თუ რა გჭირთ. ფკითხეთ ერთი ჭორვილელებს ბოლოს როდის დარჩა ივანიშვილი ჭორვილაში. მაგრამ არა, ეს ორი ვიღაცა ფარჩაკის ზიან და სერიოზული სახით მართლა ის რო იძახის რომ ასბესტის შინებია ივანიშვილსო, სანიკიძე მართლა სანიკიძე ლევან პატარა პროჭოში ივანიშვილს მამაშენის ეშინია ყველაზე მაგრად. აი გუბაზას რო ხედავს ტელევიზორში რომ გამოდის თავისი დამპალი არსებით და რომ გამოჭენდება და იქ 1000 სისულელეს რო აფრქვევს, აი მაგის ეშინია ყველაზე მეტად ივანიშვილს მამაშენის. გუბაზას დანახვაზე კი არა, სახელის გაგონებაზე საკანკალებს ისე ეშინია. და იმის ეშინია კიდე ძალიან ივანიშვილს. ქართველი ხალხის რა ზოგადად ქართველებზე აკანკალებს ივანიშვილს და იმიტომ დახარჯა ყველაზე ბევრი ფული ნებისმიერ ქართველზე ბევრი ფული აქვს ივანიშვილს დახარჯული საქართველოში და ქართველებზე. და თურმე იმიტომ რომ სანიკიძის ლოგიკას თუ გავყვებით ქართველების ეშინია. იდიოტები არიან, ჩვეულებრივი იდიოტები, სალაპარაკო არაფერი აღარ დარჩათ და როგორც აი ნოდარიკო მელაძეს აღარ ქონდა არაფერი საქმე და გაქანდა და თავის ამორჩეველს პირდაპირ სულში ჩააფურთხა ისეთი რაღაცა სიუჟეტი მიუძღვნა, რომ თურმე
შუხუჩი კოსმოდრომი შენდება, ამაზე მე ვიდეოც გავაკეთე. აი დაახლოებით მაგ კალიბრის სისულელე ილაპარაკა ეხლა აი ამ ორმა ახალგაზრდამ. ჯერ მეზობლის ასბესტის კრიშა რა შუაშია შენთან და ზოგადად რა სისულელეა წარმოიდგინეთ. საავადმყოფოც იმიტომ აუშენა ჭორვილაში, ესე იგი ივანიშვილმა, რომ ეშინია, რომ ჭორვილელებს რამე არ მოუვიდეთ, ფულებსაც შიშისგან უხდიდა და დახმარებებსაც და ყველაფერი შიშისგან უკეთებია ამ კაცს რა, ეგრე გამოდის სკოლებიც მოსწავლეების შიშით უშენებია, თეატრები მსახიობების შიშით და ესეთი შიშარა კაცი ყოფილა ივანიშვილი, ყველაფრის რო ეშინია თურმე და ასბესტის და გუბაზას დანახვაზე რო აკანკალებს, აი ეს შიშარა კაცი 13 წელია დედას უყნავს ნაცებს წინ და უკან. ცემა კიდევაც, დაიჭირა კიდევაც, რა ვიცი და ცოტა ხანში მგონია რომ საერთოდ აკრძალავს და ვერაფერს ვერ უშვებიან ეს ფარჩაკები, იმიტომ რომ ფარჩაკები არიან და ივანიშვილი შიშარა კაცი რო ყოფილიყო და ასბესტის რო შინებოდა და იმისი გუბაზასანიკიძის 90-იანებში ივანიშვილი ვერ მოახერხებდა იმას, რომ თავისი ძირითადი კაპიტალი დაეგროვებინა. ეხლა ვიღაცები იტყვიან, მას სწორედ მაგაშია საქმე, რომ 90-იანებში დააგროვა კაპიტალი. 90-იანებში ბევრმა დააგროვა კაპიტალი. 90-იანებში რუსეთში დიდი კაპიტალის დაგროვება იყო საკმაოდ რთული და რა ვიცი მილიონიდან ერთი კაცია და შეიძლება 2 მილიონიდან ერთი, რომელმაც 90-იანებში აი გლური კანონების პირობებში შეძლო და დააგროვა დიდი კაპიტალი და ეს კაპიტალი ისე დააგროვა, რომ ივანიშვილის გამოჩენის დღიდან არა მხოლოდ პოლიტიკაში მოსვლა რო დააპირა, მაქედან არამედ იქიდან როცა აქ სააკაშვილის პატრულის მანქანებს და რაღაცებს რო ყიდულობდა სააკაშვილის ხელისუფლებას, იქიდან მოყოლებული ივანიშვილის წარსულს ეძებს, რა ვიცი, არა მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურები, არამედ სოფლიოს სპეცსამსახურები. ინგლისური იქნება თუ ამერიკული თუ ევროპული თუ მთლიანად ყველა ეძებენ იმას დღემდე, რომ იქნებ სადღაც რაღაცა იპოვონ ივანიშვილის წარსული და სწორედ აი ბნელი 90-იანებიდან, რომელსაც ჩაეჭიდებიან და ამით მერე დააშანტაჟებენ ივანიშვილს, მაგრამ ძალიან ჭკვიანი კაცია, ძალიან ძლიერი პიროვნებაა, ფაქტია და ვერსად ვერაფერი ვერ უპოვეს. მე პირადად ამასთან დაკავშირებით ივანიშვილმა ეს ფული სუფთად იშოვა თუ არა სუფთად, ეს ამაზე მე ჩემი აზრი გამაჩნია და როგორ იშოვა. ჩემი აზრით კი ივანიშვილს ბევრი შემწუხებელი ეყოლებოდა, ქურდებიც, რეკეტიორებიც, სახელმწიფოც და ყველაფერი, მაგრამ ამ კაცმა შეძლო და ყველასთან ისე მოაგვარა საქმე, რომ დღემდე მოვიდა სუფთად 5-იანზე. ასე რომ ამას უნდა შეძლება, ამას უნდა უნარი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ივანიშვილს სანიკიძეების და ასბესტების შინებოდა 90-იანებში პირველი ივანიშვილი გამოიქცეოდა რუსეთიდან, მაგრამ არა, დარჩა, იცხოვრა, ყველა საჯობა, ყველაზე ჭკვიანი გამოდგა იმდროინდელი ტიპებისგან, ვინც იმ დროს ფულის შოვნები დაიწყეს და დიდი კაპიტალები დააგროვეს მილიარდები, ამ ადამიანების ნახევარზე მეტი ზოგი ან მკვდარია, ან ციხეშია და ან მიმალვაში. ასე რომ კი ნამდვილად ძლიერი პიროვნება ივანიშვილი, კი ნამდვილად არა მხოლოდ ჭორვილაში გამოცვალა სახურავები, არამედ ძალიან ბევრი მილიარდი დახარჯა ამ ადამიანმა საქართველოზე და ქართულ ხალხზე და დიახ, ნამდვილად ივანიშვილმა, აი ამ ერთმა ივანიშვილმა აჯობა ამ გაერთიანებულ თუ დაშლილ თუ გადაჯგუფებულ ოპოზიციას, რომელსაც დამსახურების მიხედვით არა, დამსახურების მიხედვით რომ მოქცეოდა აქამდე ყველა უნდა ან ციხეში იყოს, ან გაქცეული, აი ეს ხოშტარიები, ნაირა ხაბეიშვილები და ვიღაცა ბელასანიკიძეები და ვიღაცა ტროჭიაშვილები, ივანიშვილი დამსახურების მიხედვით რო ექცეოდეს დღეს საქართველოში ადამიანებს, დღეს ცხვირს ვერ უნდა ყოფდნენ სახლებიდან, აი ეს პროჭები ვინც ჩამოთვალე, ზოგი გაქცეული იქნებოდა, ზოგი ციხეში იქნებოდა, მაგრამ ივანიშვილი საკმაოდ ლმობიერი არ აღმოჩნდა ისეთი ცივსისხლიანი, როგორც ცივსისხლიანობასაც იმსახურებს ნაცები
მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ ეს ივანიშვილი ბოლოს და ბოლოს დაასრულებს ნაცებს და აღარასოდეს აღარ ექნებათ უფლება აი ამ ვიღაცა პროჭიაშვილს ანიკიძეებს და ვიღაცებს, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში, რომ თავიანთ მსმენელს ისეთი სისულელები და რაღაცა ისეთი მარაზმები ელაპარაკონ, რომლითაც დასცინებენ ადამიანებს. მე ამ გადაცემის მერე ალბათ ზიან ეს დედამოწმულები და გადაობენ ერთმანეთში ეს რა ყლეობა ვილაპარაკეთ, ალბათ იცინიან მე რა. ან თუ არა და მართლა გიჟები არიან ისინიც ჩვეულებრივი დეგენერატები, რომლებსაც ჯერათ, რომ თურმე ასბესტის ეშინია ივანიშვილს და იმიტომ გამოცვალა ჭორვილაში სახურავი. ვაი თქვენ პატრონს რა უნდა თქვა არ ვიცი. აქ მოვრჩები საუბარს, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კიდევ ცოტა გამიგრძელდა საუბარი, ვატყობ რომ ნაცებს არ ასწდებათ დედის გინება და ამდენი გინებაც აღარ მინდა და გამგები ძალიან კარგად გაიგებს იმას თუ რისი თქმა მინდოდა ამ ვიდეოთი.